გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას არი დარდო თუ ცუდი რამ შეგემთხვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ Razingassi turbo savrebo Quella gachi turbo savrebo Shevsteltav gadasales Squeltanetan mamagla daidzaxe Turbo savrebo tsi Turbo zavrebi ოჩახ ბავშვებო, რას ხატავთ? მე თეატრს ხატავ, მე ბალეტს. ფებია, ბალეტი დიდი ხნის წინ ნახე? მე არც ისე დიდი ხნის წინ. აი, სტეპან პეტროვიჩი კი თეატრშიც და ბალეტზეც დიდი ხანია არ ყოფილა. რატომ? ბეჯა, მოდი სტეპან პეტროვიჩი გავართოთ. გავართოთ. ცეკვები ვაჩვენოთ, რომლებსაც სკოლისთვის ვამზადებდით. ხო, მაგრამ სცენა გვჭირდება. სკოლაში ხომ ვერ ვიცეკვებთ. კატა, ვიცი მინდა გვეხმარება სცენის მოწყობაში. მეც ვიცი. მე არ ვიცი რა არის თეატრი. მე არ ვიცი რა არის ბალეტი. მე არც ერთი ვიცი და არც მეორე. ეს როგორც კინო ისეა, ოღონდ ცოცხალი მსახიობებით და ეკრანის მაგივრად სცენაა. მოდი ერთად დავაშენოთ საზაფხულო თეატრი. ახლა ხან მშობლებისთვის კარგი ადგილი ვნახე. ზუსტად სტეპან პეტროვიჩის სახლის გვერდითაა. ოღონდ იქ რაღაც მორები დევს და ბრეზენტით გადაფარული მიტოვებული ვაგონია. ამ ყველაფერს გამოყენება შეიძლება ზერ. ვაშა, ტურბოზავრებო წინ. ჯერ სცენისთვის ადგილი უნდა გავათავისუფლოთ. კარგი. გავაკეთებთ. ბოლ არ დაგავიწყდეს მაყურებლების დარბაზისთვის ადგილის გათავისუფლება. აქ? ანკი, უსაქმურად რატო დგახარ? ის მორები აიღე და სცენა აშენე. ისეთი როგორც ჩემს ნახატზეა. სწორად დადე. ზერ, ნამდვილი სუფლიორი ხარ. ცუდი სიტყვების თქმა არ არის საჭირო. ზერ, არ გეწყინოს. სუფლიორი ადამიანია თეატრში, რომელიც მსახიობებს სიტყვებს კარნახობს სცენის წინ განლაგებული სპეციალური ჯიხურიდან. მოწოდებით ნამდვილი სუფლიორი ვარ. ძალიან მიყვარს კარნახი. სად არის ჩემი სპეციალური ჯიხური? აი ეს არის. რა მაგარია თეატრი. დო, შენ რა, იცი რა არის თეატრი? სირცხვილი არ იცოდე რა არის თეატრი. დიდი ხანია ვოცნებობ პრიმადონა გავხდე. და ვინ არის პრიმადონა? ყველაზე მთავარი მსახიობი ქალი. მე კი სიტყვებს კი კარნახებ. მე სუფლიორებს შორის ვარ პრიმადონა. დაგავიწყდათ, რომ ამ წარმოდგენას ბებიასთვის და სტეპან პეტროვიჩისთვის ვმართავთ. მათ კი დინოზავრები არ უნდა ნახონ, ამიტომ ჯობია დაიმალოთ. არ გვინდა დამალვა, ჩვენც გვინდა წარმოდგენის ნახვა. ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. ბედია, კატია, პრეზენტი გადაგვაფარეთ. ბებიამ და სტეპან პეტროვიჩმა იფიქრონ, რომ გადასატანი თეატრია ბორბლებზე. ახლა კი ყველაფერს ნახავთ. პირადად მე ვერაფერს ვერ ვხედავ. კარგია. კარგი, ჩუმად ისხედით. ჩვენ მაყურებლებს მოვიყვანთ. თორ, მოდი ადგილები გავცვალოთ. შენ თვალების ადგილი უფრო დიდად გაქვს ამოჭრილი.
მგონი ვერაფერიც ვერ იეჭვეს. ბრავო. ბრავისიმო, რაღო ჩაღები ხართ? როგორ გამახარეთ? სახლში გავიქცევი და ყველასთვის გემრიელ ბლინებს გამოვაცხობ. მე დაგეხმარები. რა მაგარი იყო. არ ვიცოდი რომ ასე შეგეძლოთ ცეკვა. მე ასე ვერ შევძლებდი. მართალია პრიმადონა ვარ, მაგრამ თქვენამდე ვერც მოვალ. ასე არ შეიძლება. კორახიც არ იყო საჭირო. სუფლიორისთვის სამუშაო არ მოიძებნა. ჩვენ თევზს დავიჭერთ. ბებია კი წვნიანს მოამზადებს. პირადად მე ორთებს შევჭამ. ჰაჰა, ჯერ დაიჭირე. დავიჭერ. შენზე მეც მაინც დავიჭერ. ამასაც ვნახავთ. როგორ არ ცხენიათ? აქაურობა დააბინძურეს და არ დაასუფთავეს. ძალიან ცუდია. მოდი სხვა ადგილი მოვძებნოთ. არა, ამის ასე დატოვება არ შეიძლება. მე და შენ უნდა დავასუფთავოთ გარემო. რა გარემო? აქ იმდენი ნაგავია, პარასკევამდე ვერ დავალაგებთ. ვიცი, ვინ დაგვეხმარება? გამარჯობა. როგორც ჩანს, სათევზაოდ იყავით, მაგრამ თევზს ვერ ვხედავ. ჯერ ვერ ვითევზავეთ. იქ იმდენი ნაგავია, საშინელება. და გადავწყვიტეთ დავასუფთავოთ. მაგრამ დახმარება გვჭირდება. ეტლი, თქვენს განკარგულებაშია, წავიდეთ და მხმარები მოვიყვანოთ. 32, 33, 34, 35. 35. ახლა შენი ჯერია ტრაკ. 1, 2, 42. მე გავიმარჯვე. კი, მაგრამ როგორ ითვლი ეს თაღლითობა? როგორც შემიძლია ისე ვითვლი. ორჯერ ორი რამდენი იქნება? სადღაც ასე 7. 8. ასეც ვიცოდი. ბოლ, ხედავ, განსწრახ არ გვატყუებს. ყველას მოგესალმებით. თქვენი დახმარება გვჭირდება. ტბასთან მივედით იქ კი? რა საშინელებაა. ო, მაგრამ ჩვენ ამას თავს გავართმევთ. ნაკავი იყოფა ბიოდეგრადირებად და არადეგრადირებად ნარჩენებად. ეს ბიოდეგრადირებადი ნაგავია. ეს კი არა. ერთი მეორისგან უნდა განცალკევდეს. ბიორა? ბიოდეგრადირებადი ნაგავი, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება. ის უნდა შევაგრობოთ და დავმარხოთ. დანარჩენი კი სანაგვე კონტეინერში წავიღოთ. ტრაკ, შენ პლასტმასსა და შუშის ბოთლებს მიხედავ. ბულ, შენ დანარჩენ ნაგავს ერთ ადგილას მოაგროვებ. თორ, შენ ორმოს ამოთხრი, შემდეგ შენ და ანკი მიწას გაასწორებთ. ზერ, შენ სიმაღლიდან გაგვაკონტროლებ. და მე რას დამავალებთ? მე რა უნდა გავაკეთო? თორსა ანკის იმ ადგილის გასწორებაში დაეხმარები, სადაც ნაგავს დავმარხავთ. თურბოზავრებო, წინ! მიდი! აი, მარცხნივ კიდევ ერთია.
მიშვიგთ ხო? ჩემი პროტექტორი ლამაზ გვალსტოვებს. ყველაფერი შევაგროვეთ. ახლა ბულიამ განს სანაგვე კონტეინერებთან მიიტანს და არ დაგავიწყდეს პლასტმასი და შუშა სხვადასხვა კონტეინერში უნდა ჩაყარო. ტრაკი სად არის? კარგად ვიმუშავე და ახლა თევზაობის დროა. ნავის გარეშე რა თევზაობა იქნება? ტრაკ, ნამდვილი გენიოსი ხარ. ამ საცურაო საშუალების ასაწყობად გამოვიყენე 1, 2, 5, 7, 20, 100, 500 ბოთლი. ახლა ვნახოთ ვინ უფრო მეტ თევზს დაიჭერს. გამოწვევა მიღებულია. გუშინ კარგად ვიმუშავეთ. ახლა გარშემო სილამაზეა. ვინმემ რომ ისევ დაყაროს ნაგავი? არი ნერვიულად. საჰაერო მზვერავი ყურადღებით იქნება და სიგნალს გაგზავნის. მერე კი ტრაკი აი ასე მოიქცევა. მინდი ტრაკ! და პეტრომები თავის ნაგავთან ერთად აორთქლდებიან. მართალია. სწორია. თქვენი მანქანით მხოლოდ კატას თუ გაასეირნებ. აი, ჩვენი მანქანა სულ სხვა. ჩვენ სამაგერო დრონი გვაქვს. ძველი მოდელია. პრეისტორიული. მე დაბადების დღეზე რაღაც განსაკუთრებულს დამპირდნენ. ის რაც თქვენ არ გაქვთ. მართლა? და რა არის ეს? სახლი ხეზე. დიდი და ლამაზი. კარგად თუ მოიქცევით, სტუმრად დაგპატიჟებთ. ალბათ დაგპატიჟებთ. მე ვარ პრეისტორიული მოდელი. თუმცა, გარკვეულწილად ასეა. ზერ ყურადღებას ნუ მიაქცევ. თავგასული ბავშვები არიან. ვფიქრობ, ჭკუა უნდა ვასწავლოთ. გეთანხმები. მაგრამ როგორ? ჩვენი სახლი ავაშენოთ ხეზე, რომ სატრაბახო არ გქონდეთ. ჩვენი მეგობრები კი დაგვეხმარებიან. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახლის ნაწილები შეგვიძლია პრინტერით დავბეჭდოთ, მაგრამ შემდეგ ისინი უნდა აიწყოს. თანმიმდევრობით მივყვეთ. ზერ, შესაფერისი ხეა არჩიე. თორ, შენ მის ქვეშ მოედანს დაასუფთავებ. შენ დეტალებს დაბეჭდავ. ან კი მათ ჩემზე დატვირთავს. ტრაკი კი სახლს ააწყობს. ტურბოზავრებო წინ!
აქეთ ვიღაც მოდის. დაიბანეთ. შეხედე, საინტერესოა ვის სახლია. შენ როგორ ფიქრობ? გმადლობ, ძალიან დამეხმარა. მე რა შუაში ვარ? ვინ მოიფიქრებდა რომ ხეზე სახლს მაჩუქებენ? ახლა იმათ აქვთ სახლი, მე კი არა. თუ დავანგრევთ, არც იმათ არ ეკნებათ. ეს კარგი აზრია. ახლა ჩვენს მშვენიერ სახლს დაანგრევენ. შვიდად, კარგი გეგმა მაქვს. ეს რა არის? არ ვიცი. ალბათ კარი. დედიკო! შეიძლება თქვენთან ამოვიდეთ. ხარ თქვი ჩვენი სახლი გვექნებაო? არაფერიც არ გვექნება, ბორა მოიგონა. მე კი ყოველთვის ვოცნებობდი თქვენაერ სახლზე. კარგი, ამოდით. სამომავლოდ კი დაიმახსოვრეთ, ტყუილის თქმა ძალიან ცუდია. ახლა ჩვენ გვაქვს სახლი ხეზე, ბორიასა და ფედიას კი არ აქვთ. ეს უსამართლობაა. ამას გამოვასწორებთ, მეგობრებო, ერთი საქმე გვაქვს. მიღება. შესანიშნავი სახლი გაქვთ. ჩვენც გვინდა ასეთი. რა შეგჭირდებათ ორი სახლი? რა? თქვენ ხომ უკვე გაქვთ სახლი? აი, შეხედეთ. ეს ნამდვილი ჯადოქრობა! ვაშა! გამარჯობა, საით გაგიწევიათ? ლაშქრობაში მივდივართ ნამდვილი ტურისტებივით. სადილისთვის დაგელოდებით, ტურისტებო. ლაშქრობა ძალიან მაგარია, მაგრამ დღეს წვიმა გამოაცხადეს. ჩვენ კარავი გვაქვს, წყალგაუმტარი. კიდევ შორია. კარავი მძიმეა, დავიღალე. მოითმინე. ნამდვილმა ტურისტებმა შეიძლება ერთი კვირა ატარონ კარავი. წვიმაც იწყება. კატამ ხო გაგვაფრთხილა. კარგი. აქ დავდგათ კარავი. მაგარია. ნამდვილი ლაშქრობა. ნეტავ როგორ არიან ჩემი ტურისტები? ალბათ დასველდნენ. ხრმა, ჩვენ კი ცურო არ ვიცით. სახლში მინდა. სადილის დროა. შვიდად? საჭმელი აქ მოვძებნოთ. კუნძულზე. სადილის დროა ბიჭები კი ჯერ არ დაბრუნებულან. უკვე ნერვიულობ. წადით წამოიყვანეთ. თქვენ ხომ ჩვენი ტყე ძალიან კარგად იცით. რა თქმა უნდა დეიდენორა, ახლავე. და ღვეზელები წაუღეთ, იქნებ მოშივდეთ. თქვენ თვითონაც მიირთვით. მადლობთ, მალე დაუბრუნდებით. სადილისთვისაც არ მოვიდნენ. მოკლედ უნდა ვიპოვოთ. ზერ შენი იმედი გვაქვს. სამძებრო პტერადაქტილი გაზაფრენად მზად არის. რომ საჭმელს უნდა წამოგვეღო. არანი და კომპასი წამოვიღე. კომპას ვერ შეჭამ, მე კი მშია. რთული ამოცანაა. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. შეხედეთ. ეს არის კუნძული. ბორია და ფედია აქ არიან. გარშემო წყალია. აქ კი ტბა არის. ჩვენ გავთხრით არხს, საიდანაც წყალი ტბაში გადავა. კარგად ნახეთ? სტიქიური უბედურება, წყალდიდობა. ტურისტები მატერიკს არიან მოწყვეტილები. შვიდად ზერ, უკვე ყველაფერი მოვიფიქრეთ. ახლა ბორიასა და ფედიას გადარჩენის ოპერაციას დავიწყებთ.
მანამდე კი დაზარალებულებს ეს ღვეძელები წაუღეთ. ეხლა დეიდას ღვეძელებს შევჭამდი. არხის გათხრას ტბიდან დავიწყებთ, ანკი. წაქცეული ხე მოაშორე, ხელს შეგვიშლის. ბულ, თორ, არხი გათხარეთ. ძერ, შენ ზევიდან ყველაფერს ხედავ. მიმართულება გვიკარნახე. ჩემი მიმართულებით გათხარეთ. პირდაპირ დასავლეთ ჩრდილო აღმოსავლეთით. ტურბოზავრებო წინ! მიწის ქვეშ რაღაც მაგარია. შესაძლოა ქვა არის. უნდა ამოვიღოთ. შემოვლითი გზის გათხრას ბევრი დრო დასჭირდება. ტრაკ, შენი დახმარება გვჭირდება. ბულს დაეხმარე. ოჩახ, ტრაკ, შენ ბორიამ და ფედიამ არ უნდა დაგინახონ. აქ მარტო მოვიწყენ. მე დავრჩები შენთან. ნახო წყალი როგორ წამოვა. ვიშველეთ! აქ ვართ! გადაგვარჩინეთ, გთხოვთ! ძალიან გთხოვთ! ამიტომ მაშველები გამოვიძახეთ. გმადლობთ. მაშველები ასე სწრაფად რატომ წავიდნენ? ჩვენ თვითონ უნდა ვატაროთ ზურგჩანთების სახლამდე. ახლა ავტოპილოტით აღჭურვილი სამაშველო ტაქსი მოვა. შემდეგ კი მაშველები მოვიდნენ და გადაგვარჩინეს. ვერტმფრენიდან ხვეზელებიც კი ჩამოგვიგდეს. თითქმის ისეთივე გემრიელი იყო, როგორებიც შენ გაქვს, დეიდანორა. ცოტა ხნით გავდივარ, სანამ არ ვიქნები ბავშვი გაართეთ. მე მგონი პლაჟზე უნდა წასვლა. ჰო, წინა ჯერზე იყოფნა მოეწონა. ხო, მაგრამ დღეს იქ ვერ მოვხვდებით. შორია. დილიდან უნდა წავსულიყავით. გვაპატია იპოლიტ, დღეს პლაჟზე ვერ წავალთ. დაიქნებ პლაჟი, აქ მოვუტანოთ. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? უბრალოდ ბევრი ქვიშა დაგჭირდება. აი მეგობრებო, აქ ბევრი ქვიშა. ამ ქვიშის ნაწილი ბებიას ნაკვეთზე უნდა მივიტანოთ. ეს ადვილია, ტურბოზავრებო, წინ. სად დავყაროთ? ერთი წუთით სოფლიოში საუკეთესო მზვერავი აქ არის. არის, ვიპოვე. ვფიქრობ საკმარისია, სახლში წავიდეთ. თორ, აქ გათხარე. რა მაგარია? აი ეს მესმის. მოგწონს?
პოლიტ. მაგრამ ბებია ამას არ მოგვიწონებს. იდეა მაქვს. შეგვიძლია ბებიასაც გავუკეთოთ რაღაც. მართალია. ბებია დიდი ხანია ყვავილნარზე ოცნებობს, ახლა ყვავილები უნდა დავრგათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლაჟზე. რა იყო? რა მოხდა იპოლიტ? მივხვდი, წყალი. პლაჟი წყლის გარეშე არ არსებობს. ხო, მაგრამ აქ მდინარე არ არის. დინარე არ არის, მაგრამ წყალი ხომ არის. თორ, აქ ორმო უნდა ამოთხარო. რა პრობლემაა? მარცხნივ, მარჯვნივ. უფრო ღრმად. იქნება მოთხრათ შენ მასწავლო. მიდი. საკმარისია. მიწა წყალს შეიწოვს. ჰიდროიზოლაცია გვჭირდება. რისგან უნდა გავაკეთოთ? სხვათა შორის. მისაბმელის ზომა ზუსტად ემთხვევა თქვენი ორმოს ზომას. მართალია. მაშინ როგორ ვერ მივხვდი? ზერ გენიოსი ხარ. მეგობრებო, მისაბმელი ორმოში ჩავდოთ. აკეთ? ყველაფერი გამოგვივიდა. ბებიას ავტობუსია. დაიმალეთ. გამარჯობა ბებია. გამარჯობა, რა სილამაზეა. დიდი ხანი ასეთ ყვავილნარზე ვოცნებობ. ყვავილების დარგვა გადარჩა. კიდევ უნდა გაჩვენო რაღაც. შეხედა? იპოლიტს ახლა საკუთარი პლაჟი აქვს. რა ყოჩაღები ხართ? როგორ მოასწარეთ ამ ყველაფრის გაკეთება? ვფიქრობ, ჯილდო დაიმსახურეთ. აი, ნაყინი მოგიტანეთ. მადლობ, ბებია. რა იყო? უნდა რომ თავისი ნაყიდი დინოზავრებს მისცეს. რა ჭკვიანი ხარ, იპოლიტ? მოდი, ჩვენი ნაყინიც მივცეთ. ბულისა და თორის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. გავიქცეთ. იცი რომ ქალაქში დრონების შეჯიბრების მოწყობას აპირებენ. მართლა ეს ზერს უნდა ვუთხრათ. ყველაფერი გავიგონე. რა შეჯიბრება იქნება? გაზომავენ ფრენის მანძილს, ტვირთის გადატანის სიზუსტეს და მსგავს რაღაცებს. მიყვარს ტვირთის გადატანა. იღებ ტვირთს, მიფრინავ. ცდილობ არ დააზიანო. ზერ! ფრენის მანძილშიც არ მყავს ბადალი. თქვენ შეჯიბრებისთვის ემზადებით? რა თქმა უნდა ვემზადებით. ჩვენი დრონი თქვენს ეშობია, თქვენმა ტვირთიც კი ვერ შეინარჩუნა. არა უშავს, კიდევ ვივარჯიშებთ. კარგი, შეჯიბრებაზე გამოჩნდება ვინაჯობებს. ადგილის რუგა. ქარის სიჩქარე? ამინდის პროგნოზი. სხვათა შორის პროგნოზის მიხედვით შეიძლება ჭექაქუხილი იყოს. უგრძნობ ჩემს ნიჭს სერენდობით. უფრო მალე გავიმარჯვებ, ვიდრე ჭექაქუხილი დაიწყება. ჩვენ შევძლებთ შეჯიბრების ყურებას. რა თქმა უნდა, გვერდზე შესანიშნავი მანქანების ადგომია. ბაშა, ტურბოზავრებო წინ.
გამარჯობა, სტეპან პეტროვიჩ. თქვენ იღებთ მონაწილეობას. გამარჯობა, ბავშვებო. ხო, გამხიარულება გადავწყვიტე. ძვირფასო მაყურებლებო, ამ დღის მთავარი შეჯიბრების დრო დადგა. უკვე დაიწყო? ჯერ არა, დაიმალე. ჩვენ გეტყვით, როცა დაიწყება. ჭექა ქუხილი ჩქარა თავშესაფარში. სერი არ დაბრუნებულა, კავშირზეც არ გამოდის. უნდა ვიპოვოთ. მთელი არემარე დავათვალიეროთ. ტურბოზავრებო, წი! ზერი უნდა გადავარჩინოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მოვიფიქრე, პანდუსიან ბორცვს ავაშენებთ. ან კი მასიავა და ზერს ჩამოხსნის. მე და თორი ბორცვს გავაკეთებთ. ტრაკ, შენ პანდუს ფილებით გაამაგრებ. ტურბოზავრებო, წი! იმუშავეთ. ეს ხომ ზერი არ არის. ეს ფედიას და ბორიას დრონია. ზერი კავშირზე გამოვიდა, ზერს ათხარ. გავიჭედე. ვერ ვინძრევი. გეოლოკაციას გამოგიგზავნით. ძალიან სუსტი სიგნალია, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცით, სად არის წინ. დარწმუნებული ხართ, რომ სწორი კოორდინატები მივიღეთ? არსად არ ჩანს. არ ჩანს, მაგრამ აქ უნდა იყოს. შესაძლოა ლյուქსში ჩავარდა და მილში გაიჭედა. ამას მხოლოდ ერთი ხერხით შევამოწმებთ. მე და თორი მილებს ამოვთხრით. ან კი მათ ზევით ამოიტანს. ტრაკი კი შეამოწმებს ტურბოზავრებო. წი! მე და ვიცოდეთ რა დამემართა. ეს ნატურების შემომეხვია და ქარმა წამიღო. კინოამ დავიღუპე. არც კი ვიცი ახლა რა დამიბრუნებს თავდაჭერებულობას. გადაწყვეტეს თავიდან ჩაატარონ დრონების შეჯიბრება, მაგრამ ვფიქრობ ზერმა მეორედ არ უნდა გარისკოს. როგორ? მე ხომ ამ ქვეყნად ყველაზე მამაცი პტერადაქტილი ვარ. თავდაჯერებულობა დაუბრუნდა. ნაყინი სასწაულებს ახდენს. დღეს ხომ ბოლო სეანსია. შენც გინდოდა ამ მულტფილმის ნახვა? არა, პეჭა, კინოში არ წავალთ. რატომ, კატя? აი, ამიტომ. ბავშვს მარტო ვერ დავტოვებთ. გამარჯობა. ბავშვებო, აქ რატომ ხართ? ჩვენ გელოდებოდით. ბები ეკბელის ექიმთან წავიდა. ჩვენ კი იპოლიტის მოსავლელად დაგტოვა. ამიტომ აქ უნდა ვიყოთ. ნუ მიაქცევ ყურადღებას. კინოში უნდა დაწასვლა. ამიტომ ახლა მთელ სამყაროზეა გაბრაზებული. არ შეიძლება რომ ვინმე შეგცვალოს. ვინ? მაგალითად მე. ბავშვი მიცნობს, მისთვის უცხო არ ვარ. მაშინ 2 საათით შევცვალე. მალე დავბრუნდებით, კარგი?
იპოლიტ. იპოლიტ. ეს რა არის, რა ხდება? ბავშვებო, ნუ იმალებით, არ გაგიბრაზდებით, ბურთი გამომართვით. იპოლიტ. რას აკეთებ, ხომ შეიძლება ვინმემ დაგინახოს? თუ აყური ვერ მივადებნე, ის დაიკარგა. რა? პანიკა საჭირო არ არის, დო? დანარჩენ ტურბოზავრებს დაუძახეთ ასახმარებლად. იპოლიტის შორს ვერ წავიდოდა. არსად არ არის. სახლში ვერ დაიმალებოდა? ყველ გამეძებეთ, ბულ, ვერ ხვდები, სად უნდა წასულიყო? იპოლიტი დეიდან ორასთან ერთად წავიდა მანქანით. გაუძელი იპოლიტ. უნდა დავეციოთ. ისიც არ ვიცით სად მიდის დეიდა ნორა. ესე იგი უნდა გავიყოთ. ტრაკ, შენ დევნის დროს ვერ დაგვეხმარები, ამიტომ ტყეში დაბრუნდი. ყველაზე საინტერესო ისე უჩემოდ მოხდება. შენს დარჩები. ბებია შეიძლება მანამდე დაბრუნდეს, სანამ იპოლიტს ვიპოვით. ტურბოზავრებო, წინ! რა მოგივიდა თორ? გზა გადაკეტილია, ვერ გაივლიდა. რა ცუდია. ახლა საბურავის შეცვლა მომიწევს. ანკი, შეხედე, ეს ხომ ის მანქანაა, რომელსაც ვეძებ. როგორ გაუხარდებათ, როცა მანქანასა და იპოლიტს მივუყვანთ? გამარჯობა. მანქანა ვიპოვეთ, რომელმაც იპოლიტი წაიყვანა. მანქანის ადგილზე დაბრუნება მოგიწევთ და დაშვებული საბურავი შეცვალეთ. დიახ, საბურავი მაქვს შესაცვლელი. აღარ არის შესაცვლელი. ალო, ჩემი მანქანა გაიტაცეს. არა, არ გაუტაცებიათ? საბურავით წესრიგშია. საოცრებაა.
მეგობრებო, როგორ ხართ? რატომ მოიწყინეთ? მოსაწყენად ვისვენებთ. ძალიან ცხელა. თამაშის კი არ გვინდა. მაშინ მოდით ტბაზე წავიდეთ, ვიბანაოთ. ასეთ ამინჩი ტბასთან ალბათ ნახევარი ქალაქი შეიკრიბა. მთელი ქალაქი. იქნება ზე არ არის, ზერ, გაფრინდი ნახე რა ხდება. ძლივს მოხერხებულად მომეწყვე. ზერ, გავიგე. უკვე მიფრინავ. ეს რა ამბავია? ახლა ზერი ყველაფერს გვიჩვენებს. ოი, მოგახსენებთ, ხალხი აქ არ არის, მაგრამ წყალში შესვლა შეუძლებელია. რა საშინელება? ასე ამის დატოვება არ შეიძლება. შეგვიძლია ნაპირზე ნაგავი მოვაგროვოთ, მაგრამ რა ვუყოთ ნაგავს, რომელიც წყალშია? რამე უნდა მოვიფიქროთ. იდეა მაქვს. ტივს ავაგებთ, საიდანაც ბადეს ჩავაგდებთ და ყველაფერს მოვაგვარებთ. მერე კი ნაგავს ქალაქში წავიღებთ გადასამუშავებლად. ტივზე ვერ დავეტევით და თუ დავეტევით, ტივი ჩაიძირება. ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. ველოსიპედი გამოვიყენოთ. ზგავსი რამ ინტერნეტში ვნახე. ტივი ველოსიპედის მეშვეობით იმოძრავებს. რა? რა? ეგ როგორ? შეხედეთ, ეს არის ტივი, ცენტრში კი დავდგამთ ველოსიპედს, ტივს ის ამოძრავებს. მე ველოსიპედზე დავჯდები, კატია კი ბადეს გადააგდებს, თქვენ კი ტივის აშენებაში დაგვეხმარებით. შესანიშნავი იდეაა. რამე გამოვტოვე? ტივი უნდა ავაშენოთ, რომ ტბა გადავარჩინოთ. ანკი, შენ მოტეხილ ხეებს შეაგროვებ და მე გადმომცემ. ტრაკ, შენ მორებს დაამუშავებ და ველოსიპედს დაამაგრებ. დუმფარებს და სხვა წყალმცენარეებს რა ეშველება? ძალიან ნაზებია. ბადე ღეროს თუ წამოედება, ღერო გადატყდება და მცენარე დაიღუპება. იქ სადაც მუმფარები იზრდება, ნაგავს ხელით მოვაგროვებთ. დო, შენ ნაპირიდან მიკან ნახებ, რომ არაფერი არ გამომრჩეს. და მე? ეს უსამართლობაა, მეც მინდა გიკარნახო. შენ ზემოდან მთელი ტბის გაწმენდას გააკონტროლებ. გაკონტროლება შესანიშნავად მეხერხება. ტურბოზავრებო წინ! მზად არის. ნამდვილად გაცურავს? თუ ყველა ფაქტორს მივიღებთ მხედველობაში და კიდევ ველოსიპედის სიმძიმეს გავითვალისწინებთ და საერთოდ მიცურავს, ვაშა. ახლა ნაგავს შეაგროვებენ და ყველაფერი კარგად იქნება. შენ კი არ გჯეროდა. უბრალოდ ცუდად ეჭვმებარებოდა. იქ კიდევ ერთი ბოთლია. კიდევ ერთი. აი, გამოგჭათ. ახლა კარგია. ფრთხილად, დუმფარები ახლოსაა. მათ გვერდით კონსერვის კილაა, უნდა მოაშოროთ. იქით კიდევ არის ნაგავი. იქითაც. რართულია მუშაობა. ახლა კი ტრაკი ნაგავს დაპრესავს. ჩვენ კი მას ქალაქში გადასამუშავებლად წავიღებთ. მომისმინეთ, ახლა ხან გამახსენდა. ჩვენ ხომ არ გვიბანავია?
სად მივდივართ? მალე გაიგებ. არა, მართლა სად მიყავარ? ტყის ამ ნაწილში ჯერ არ ყოფილვარ. შეხედე. ეს რა არის? არ ვიცი, მაგრამ აშკარად რაღაც ძალიან საინტერესოა. ეს ადგილი შემთხვევით ვიპოვე. შეხედე როგორი ბორცვია. შეხედე როგორი მილებია. აქ დამალობანას თამაში შეიძლება. ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გითქვამს ამ აღმოჩენის შესახებ. არა, ჯერ შენი აზრი მაინტერესებდა. სწორად მოქცეულ ხარ. ეს ჩვენი განსაკუთრებული საიდუმლო ადგილი იქნება. და მხოლოდ ჩვენ ვითამაშებთ ხოლმე. და ხელს არავინ არ შეგვიშლის. ხელი ხომ არ შეგიშალეთ? მოვიწყინე. რა მოწყენილობა? მოდი რამე ვითამაშოთ. უკვე ყველაფერი ვითამაშოთ. ფეხბურთი, ჩოგბურთი, X და 0. დანარჩენები სად არიან? მართლა სად არიან? ტრაკი რეკავს. ეკრანზე გამოვიყვან. აბა, კარგად ჩანვარ. ტყის შორეული ნაწილიდან გირეკავთ. ამ ორმა ჯადოსნური ადგილი იპოვეს და უნდათ მხოლოდ მათი ყოფილიყო, რომ მის შესახებ არავის არ გაეგო. ვერაფერი ვერ გავიგე. რაღაც უცნაური კონსტრუქციებია, რისთვისაა? ზერ, იმ ადგილას გაფრინდი და დაწვრილებით მოგვახსენე რა არის იქ. გავიგე. ახლა ინტერნეტში მოვძებნოთ მსგავსი კონსტრუქციები. ეს ხომ აკვაპარკია? მართალია. აი აქ დიდი აუზი უნდა ყოფილიყო. მილები კი იმისთვისაა, რომ ჩამოსრიალდე. რა საინტერესოა? და რა სამწუხაროა, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, აკვაპარკი მზად არ არის, მისი აშენება დაიწყეს და არ დაასრულეს, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია დავასრულოთ? ამას სერიოზულად ამბობ? რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. აი შეხედეთ. აუზი უნდა ამოვთხაროთ, დაჟანგებული კონსტრუქციების შევცვალოთ და დავამატოთ ისეთები, რომლებიც აკლია. ყველაზე მთავარი და გავიწყდა წყალი. საიდან უნდა მოვიტანოთ? ტბამდე არხს გავიყვანთ. აი შეხედე. ბევრი შრომა მოგვიწევს. სამაგიეროდ ჩვენ აკვაპარკი გვექნება. მართალია, ბულ და თორ. თქვენ აუზს ამოთხრით. ტრაკ, შენ ჟანგიან კონსტრუქციებს მოაშორებ და ისეთებს დატოვებთ, რომლებიც გამოგვადგება. პრინტერით ნაკლულ ელემენტებს დავბეჭდავ, ან კი შენ დოზე დატვირთავ. ის კი ადგილზე მიიტანს. მე რა თქმა უნდა არ გჭირდებით. კარგი. ჩემთვის სულ ერთია აკვაპარკს აშენებთ თუ არა, მაგრამ აღშფოთებული ვარ თქვენი უყურადღებობით. არაფერით, შენთვისაც გვაქვს დავალება. აეროგადაღება ჩაატარე, რომ არხისთვის საუკეთესო გზა მოვნიშნო. ტურბოზავრებო წინ! უბრალოდ მინდოდა დაგხმარებოდით. დო, კატია, ტრაკ, თქვენ მცენარეებს გადარგავთ, რომ არ დაზიანდეს. ბულ, თორ, ანკი, თქვენ ტბიდან აკვაპარკამდე არხს გათხრით. ზერ, თვალი ადევნე, რომ არხი ზუსტად ისე იყოს გაყვანილი, როგორც დავხატე. არის.
სწორია? ასე? კარგია. არ გაჩერდეთ. მიდით. იცი წყალი მაინც თევზებისთვისაა. მე კი ჰაეროვანი არსება ვარ. გამომივიდა ჰაეროვანი არსება. უბრალოდ ფრენა უფრო მიყვარს, თუმცა ცურვაც კარგია. აბა თქვენ იცით, კარგად მოიქეცით, 3 დღეში ჩამოვალ. მანამდე დეი და ნორა მოგხედავთ. ჩემი ავტობუსი მოვიდა. ახლა მატარებელზე არ დამაგვიანდება. ებო, ეს ვისი ჩემოდანია? ეს ხომბებია ჩემოდანია, მის გარეშე წავიდა. რთული სიტუაცია. არ ინერვიულოთ. თორბოზავრებს დავუძახებ და რამეს მოვიფიქრებთ. ბებიას ჩემოდანი დარჩა. ყველა მისი ნივთი აგდებს. ერთხელ მეც საინტერესო ამბავი შემემთხვა და მავიწყდა მესაუზმა და თორ, მერე მოგვიყები შენი ისტორია, ახლა ამის დრო არ არის. შეგვიძლია მატარებელს გავუსწროთ და შემდეგ გაჩერებაზე მივცეთ ბებიას ჩემოდანი. მაგრამ ამისათვის მდინარის მეორე ნაპირზე უნდა მოვხვდეთ. ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. თურბოზავრებო მდინარესთან. ტრამპლინი ავაგოთ და დომ მდინარეს გადაახტება. თორ, მიწაში ორმოები ამოთხარე. ანკი სამშენებლო მასალას მოიტანს. ტრაკი ტრამპლინს ააწყობს. თურბოზავრებო, წინ! გაჭაპეჭა ჩასხედით, ხვედები შეიკარით და ერთმანეთს მოეჭიდეთ. ბებიასთვის ჩემოდანი მიგვაქვს. რა ლამაზად მიფრინავს. მოიცადეთ, თქვენთან ერთად მოფრინავ. მალე დაბრუნდით. როგორ ჩანს დღეს ნამდვილად არ დაგვიწყებია რომ გესაუზმა. დო, ვერ გეწევი. დაუჩქარა ზერ, ვაგვიანებთ. იქნებ ბებიას ეს ჩემოდანი არ სჭირდება. ზერ, თუ დაიღალე, სახურავზე დაჯექი. კიდევ დიდხანს უნდა დაისვენოთ, დროა ბებიას ჩემოდანი წავუღოთ. მაგრად მოეჭიდე, გზას გადავჭრით, სხვანაირად ვერ მოვასწრებთ. რას ნიშნავს გადავჭრით? ახლა გაიგებ. ზერ, შეწყვიტე, უკვე გავჩერდით. ყვირილი არც მიფიქრია. პატარა ხომ არ ვარ. თითქმის მივედით, მხოლოდ ეს მთა დაგვრჩა გადასავლელი. დრო რატომ უნდა დავკარგოთ? გვირაბით წავიდეთ.
კვირებში შესვლა არ შეიძლება, ძალიან სახიფათოა. ტყუილად მაშინებთ. სახიფათო არაფერია. ხომ გითხარით, სახიფათო არაფერია მეთქი. ეს რა შუქია? მატარებელი? მატარებელი! მატარებელი! დო, ჯობს მთაზე ავიდეთ. ბედია, კატя, ჩემოდანი, ასე სწრაფად როგორ მოხვედით აქ? უპილოტო ტაქსი არსებობს, ძალიან სწრაფად დადის. მის გარეშე ვერ მოვასწრებდით. დიდი მადლობა ჩემოდნისთვის, ბავშვებო, არ ვიცი უთქვენოდ რა მეშველებოდა. ნახვამდის! რა სიტყვით ახლა სახლში წავიდეთ? ოღონდ, გზას უნდა გადავჭერით, გთხოვთ. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.